2010 წლის 5 ნოემბერს გიუნაშვილი თუ ნახეთ. ჩემთან იყო მოსული სახლში. ბიჭო, რატო არ მეშვები? ნაშად ყავს. საქმე იმაშია, რომ იმ საღამოს როცა მკვლელობა მოხდა, ჩემს სახლში მართლა ნინო ხიზანიშვილის მობილური რეკავდა. ბავშვი რო გაჩნდება ყველაფერი კარგად იქნება, დაწუნებული. იქნებ ავტომატს ნორმალური სამსახური დაიწყო სადმე კერძო კლინიკაში და რაღაცნაირად დაულაგდებით. როდის დაუბრუნეთ ავტოს ქურთუგი. როცა ავტო ჩემთან იყო მოსული და მე სახლში არ უშვებდი, ღია გარში დაინახა ქურთუგი და წასვლამდე წავა. ყვილი არამე ქურთუგი არ დაუბრუნეთ. იჩუმე დარბაზში. გამოდის რომ მას ჰქონდა 5 წუთი, რომ სისხლიანი ქურთუგი გიუნაშვილის ბინაში მიეტანა და მიებდო, რაც გამორიცხულია. ერთადერთი ვარიანტი დარჩა. ბა დასვის მხარე მოწმედ იძახებს ბატონ გელა ხიზანიშვილს. დასვის მხარეს ვთხოვდი დაკითხვის მოწმე. მადლობთ გონოგისო. ბატონ გელა, შეგიძლიათ ჩემს კითხვებზე მიპასუხოთ? თქვენ შეგიძლიათ ჩემ პასუხებს მოусვიდოთ. ბატონ გელა, გესმით ჩემი? ჩვენი აღარავის აღარ ესმის, მაო. ჩვენ დაკარგული თაობა ვართ რა. ასე არ არის. ბატონო გელა, შეგიძლიათ კითხვებზე მიპასუხოთ? ვინც საქსაფონზე დაკვრა ისწავლა, იმას ბიჭო ყველაფერი შეუძლია რა. ოღონდ ეხა შენი ჭირი მე ხა საქსაფონზე დაკვრა არ მომთხოვ რა. აღარ მუკარავ რა. ბატონო გელა, თქვენ აცნობიერებთ რომ სასამართლოში იმყოფებით. რომლის სასადილოშიც სხვათა შორის ხოშიანი ლუდი იყიდება. გასაგებია, მოწმემის რად არ არის საზდეს ნაფიცი მსაჯულების წინაშე. აი მე როგორ გეკადრებათ ბატონო მოს. მაშინ გთხოვთ გამოიჩინოთ პატივისცემა სასამართლოს მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები დარბაზი დაკეტოვებინოთ. თქვენ მოგესება, გთხოვთ მომცეთ მოწმის დაკითხვის საშუალება, როგორც განსაზღვრელი ამბობს, მისი ჩვენება ნათელს მოფენს მის უდანაშაულობას. ამ საკითხს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ, ბატონო გიორგი. დიახ. დაიწყეთ. ბატონო გელა, როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენს დასთან? აუ წყალი დამალევინე რა შენი ჭირი ყელი გამიშრა. კი ბატონო. ო ცივი. ცივი, კი ბატონო. ყინულებიანი. ყინულებიანი. ლუდიც გაქვთ? ბატონო გელა, თქვენ რა სასამართლოს დასცინეთ? არა ბატონო მოსამართლე უბრალოდ ლუდი მომინდა და. მორჩა მე ამას ვერ მოვიცან. თქვენ მოგესება, ძალიან გთხოვთ, ეს მნიშვნელოვანია. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, მაშინ კეთილი გენებათ და გეზრუნათ, რომ მოწმე სასამართლოში ფხიზელი მოსულიყო. ბატონო გელა, თავი ხელში აიყვანეთ, თქვენ ეგულისთვის შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. გრცხვენოდეთ. ვინ არის ბიჭო უდანაშაულო ადამიანი? ეგ მკვლელი. ციხეში ჩაჯდომა რომ არ უნდა ბიჭო. ერთი ამას კითხეთ რა, ცოლშვილი რომ მოკლა, ცოლშვილი რომ მოკლა, რაღა უნდა გარეთ მაგას? რა აზრი აქვს ამისთანაც სიცოცხლეს? რა უნდა აკეთოს მაგას? მანდატურებო, დაატოვებინეთ დარბაზი. ფოდიში ბიჭებო რა, არ მინდოდა თქვენი შეწუხება რა. პროსტა ბავშვობიდან ვერ ვიტან ამისთან ახავს რა. თქვენ მოგესება, მაბადიეთ, არ მეგონა თუ ასე მოიქცეოდა. გატყუებთ ბატონო მოსამართლე. აბა რა ეგონა მაგას ლოთი რომ მომიყვანა აქ, ა? მოდი განვიხილოთ გელა ხიზანიშვილის ვერსიაც. კი ბატონო. დაუშვათ შევთანხმდით რომ გელას ჰქონდა გარკვეული мотиваცია მოეკლა საკუთარი და რადგან საავადმყოფოში აღარ დაწოლილი მაგრამ საკუთარი დის მკვლელობისთვის ეს საკმარისი мотивია ხონახეთ როგორ იქცეოდა სასამართლო დარბაზში, ა? სხვათა შორის მე მომეჩვენა რომ უბრალოდ სასოწარკვეთილი და გაუბედურებული იყო და არა აგრესიული. კი, აგრესიულად არ იქცეოდა, შვიდად ილაძებოდა. ისე რომ იცოდეთ ლოთები მარტო ხიზლის დროს არიან აგრესიული. ანუ როცა სასმელს არ აძლევენ. თუ სვამს ცოტას მაშინ თავის ბლანკ გრადუსში ცხოვრობს და გამორიცხულია აფექტის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. და იქნებ მკვლელობის მომენტში არც იყო აფექტში. შეუძლებელი.
რაც არ უნდა ლოთობდეს ადამიანი, თუ აფექტის მდგომარეობაში არ აღმოჩნდა, ადამიანს ვერ მოკრავს. მით უმეტეს დას. დამიჯერეთ. სამწუხაროდ მე კარგად ვიცი ალკოჰოლიკების ფსიქოლოგია. ფსიქოლოგი იყავით? ლოთი ვიყავ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გელა ხიზანიშვილი მკვლელი ვერ იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალბატონო. სისხლიან ქურთუკთან არავითარი შეხება არ ქონია. მართალია. გელა ხიზანიშვილის შემთხვევაში ქურთუკის ამბავი ღიარჩება. გელა გამორიცხულია. ერთი წუთით, რას ქვია გამორიცხულია? სისხლიანი ქურთუკის საკითხი ავთოგიუნაშვილის და დათოვაჩნაძის შემთხვევაშიც ღიარჩება. და მოდი რა დავანებოთ აი ამ რაღაც ქურთუქს დროებით თავი. კი ბატონო. მე ის უფრო მაინტერესებს. ადვოკატი რომ ამბობდა გელას დაკითხვა რომ ჩაიშალა. ამ მოწმის ჩვენება დაამტკიცებს, რომ ავთოგიუნაშვილი უდანაშაულოაო. აი ამ დროს რას გულისხმობდა? მაგას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ. დაკითხვა ხომ ჩაიშალა. მე გეტყვით. ჩემო კარგო, ამ დროს ადვოკატი გულისხმობდა იმას, რომ ხიზანიშვილს ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომ ეთქვა იმ წუთშივე მიხვდებოდით, რომ გიუნაშვილი არის უდანაშაულო, რასაც მე ხომ ვამტკიცებ დილიდან, არა? ქალბატონო თამრიკო, ვერც თქვენ და ვერც გელამ ვერაფერი გითხარით, ისეთი რომ დავიჯეროთ და იცით ეს რატომ? იმიტომ რომ თქვენ ჩემი ქალური ინტუიციის არ გჯერათ. არ არის საჭირო ეს ცინიზმი. კი, მაგრამ თქვენ ქალური ინტუიციას თუ დავეყნობით, გამოდის რომ ყველა უდანაშაულა და საწყალ გოგოს თავი მოუყვა. იცით რა? კარგი. მოდი არ ვიჩხუბოთ. გავაგზავნოთ ფიქრი, ხო? ესე იგი გელას რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა. ხო, მაგრამ რა? რაღაცა თითქოს აცივდა. არა? თქვენო ღირსება, ბატონო ნაფიცო მსაჯულება. დაცვის მხარე მოწმედ იძახებს ბრალდებულ ავთოგიუნაშვილს. ბატონო ავთო, ბოლოს როდის იყავით თქვენ სიდედრთან? სანამ ნინოს მომიკლავდნენ 2 დღით ადრე. რას აკეთებდით? ნინო შემირიგდა და აღნიშნავდით, სვავდით. ვინ დავისვამდით? მე და ჩემი ცოლის ძმა გელა ხიზანიშვილი. რა სვავდით, ბატონო ავთო? უკრაინულ არახს, რომელიც დათოვაჩნაძემ მაჩუკა იმ დღეს. ესე იგი, თქვენ სანამ თქვენ სიდედრთან მიხვიდოდით, ვაჩნაძესთანაც იყავით. დიახ. იქაც დალიეთ? ცოტა. და იქ რას აღნიშნავდით? რაღაც ძველი ურთიერთობები გავარკვიეთ. დათო დამპირდა რომ ჩემსა და ნინოს შორის არასოდეს აღარ ჩადგებოდა, კარგ ხასიათზე ვიყავი. რა ვიცოდი თუ ესე უსირცხვილოდ მომატყუებდა და ცოლს მომიკლავ. პროტესტს ვაცხადებ. თხოვთ უპასუხოს მხოლოდ დასმულ შეკითხვებს. ბატონო ავთო, რატომ ფიქრობთ რომ დათოვაჩნაძემ მოგიკლათ მეუღლე? ფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ. რატომ მგონიათ ასე? იცით, ვაჩნაძეს ყოველთვის შურდა ჩემი და ნინოსი. ამ 2 თვის წინ ჩვენ უსიამოვნება მოგვივიდა და ნინო დედამისთან იყო გადასული. ეს გაიგო თუ არა მაშინვე ჩამოვიდა კიევიდან და ნინოს თავის მოწონებას და თაბრუს დახვევას ცდილობდა. მაგრამ ნინოს მე უყვარდი და ამიტომ ჩემთან დარჩა. ეს ვერ აიტანა და ამიტომაც მომიკლა. ბატონო ავთო, მკვლელობამდე 2 დღით ადრე თქვენ დაგჭათ ქურთუკი ვაჩნაძესთან სახლში. დიახ და ეს ვაჩნაძემაც დაადასტურა. ბატონო ავთო, თუ გახსოვთ მკვლელობის დღეს თქვენ ნახეთ ვაჩნაძე? დიახ, საღამოს ძაღლი გავასეირნე და მასთან ვიყავი ასული 7-დან 8-20 წუთამდე. სახლში შეხვედით? არა, სახლში არ შემეშვა. რატომ? მითხრა სტუმარი მყავსო. ბატონო ავთო, თქვენ არ იფიქრეთ რომ ის სტუმარი შეიძლებოდა ნინო, თქვენი მეუღლე ყოფილიყო? თავიდან არა. ვაჩნაძემ სულ ესე იცოდა სად დადიოდა, ვისთან მეგობრობდა, ყოველთვის გვიმალავდა, უახლოეს მეგობრებსაც კი. მაგრამ
შემდეგ როცა ჩემი ცოლის ტელეფონის ხმა შემომესმა, უკვე ეჭვი გამიჩნდა. და ამაზე ვაჩნაძემ რა გიპასუხეთ? უბრალოდ ზარი დაემთხვაო და მეც დაუჯერე. თქვენ ასე უბრალოდ ადექით და დაუჯერეთ? იცით, ბატონო ადვოკატო, მე ძალიან მიმდობი ადამიანი ვარ. მეგობარი 2 დღის წინ დამპირდა, რომ თქვენ შორის აღარ ჩავდგებიო, იმიტომ რომ ჩვენ ვიგდებოდით. მე უბრალოდ ჯერა მეგობრების კაცური სიტყვის. გასაგებია. მე რა ქენით? შემდეგ სახლში წამოვედი. ვაჩნაძემ დაგიბრუნათ იმ დღეს თქვენი ქურთული. არა, ეგ ტყუილია. და ის რომ ესია, აქ ჩემმა მეზობელმა ნუნუ ეფრემიძემაც დაადასტურა. უბრალოდ ქურთუკი სისხლში ამოსრული, მაშინ მიპოვე, როცა ის ჩემ სახლში ნახა ჩემას იდედრო. მე რა ქენით? მაშინ მე მივხვდი, რომ ვაჩნაძე იმ დღეს სახლში იმიტომ არ მიშვებდა, რომ ნინო იყო მასთან. უბრალოდ შურით დაბრმავებულმა მომიკლა. გასაგებია. ბატონო, ბოლო შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, რა განცხადების გაკეთებას აპირებდა თქვენი ცოლის ძმა, გელა ხიზანიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას მისთვის ხელი რომ არ შეეშალა? ვერ გეტყვით. ალბათ რაღაც ინფორმაცია ქონდა, რომელიც ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებდა. მე ნინოს ვერასოდეს ვერაფერს დაუშავებდი. მე ის ძალიან მიყვარდა. გმადლობთ ბატონო. თქვენ ღირსებამ დაცვის ხარეს მეტი კითხვები აღარ აქვს. ხომ არ გწირათ? ძალიან გამორთოთ რა კონდიციონერი. ვირუსების არ გეშინია. იმუნიტეტის ასამაღლებლად არაჩვეულებრივია მომინდა. უკაცრავად, გონ რაღაცას მივხვდი. მოდი მივყვეთ ლოგიკას. დაუშვათ დაცვის მხარეს ყავს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ განსასჯელი უდანაშაულოა. მერე? მაგრამ აი ეს მოწმე ლოთია. რა უნდა ქნას ადვოკატმა? ვერაფერს ეცოები. რატომ ვერ იზამს? მე რომ ადვოკატი ვყოფილიყავი ასეთ მოწმეს, ჩემს 2 თანაშემ წესს მიუჩენდი სასამართლო განხილვამდე 1-2 დღით ადრე. რომლებიც დღე-დაღამე გააკონტროლებდნენ, რომ ერთი წვეთიც არ დაელია. ასე არ არის? ასეა. ხო. გიუნაშვილის ადვოკატი ასე არ მოიქცა. რატო? რატო? ის რომ გელა ხიზანიშვილმა რაღაც მნიშვნელოვანი იცის, არის ვირუსი ჩვენს ტვინში გამოგზავნილი. კომპიუტერული ვირუსები ხომ იცით რაც არის? მე არ ვიცი. კარგით, მარტივად რომ მაგიხსნათ, იგივე გრიპია, ოღონდ კომპიუტერის. ანუ კომპიუტერს აზიანებს. კარგით, აგიხსნით. მე პროგრამისტი ვარ და კომპიუტერულ პროგრამებს ვწერ. ვირუსები ბევრნაირია, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ჩუმი ვირუსები. წარმოიდგინეთ, კომპიუტერში ჩაგიჯდება რაღაც, არ ჩანს, არც არაფერს აშავებს, სამაგიეროდ არც ერთი სხვა პროგრამა ამ დროს აღარ მუშაობს. მორჩა მის შუაზე დადიხარ და რასაც უნდა იმას გაკეთებინებს. დაუშვათ ეგ გავიგეთ. მაგრამ მაგას რა კავშირი აქვს საკავშირი? აი, მაგ საქმესთან პირდაპირ კავშირშია. ის რომ გელა ხიზანიშვილს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა, უბრალო ვირუსია და მეტი არაფერი. ვირუსი, რომელიც ყველას ჩაგვიჯდა უკვე ტვინში და ამის შემდეგ რაზეც არ უნდა ვიფიქროთ, შინაგანად ყველას გვჯერა, რომ გიუნაშვილი უდანაშაულია. რატომ და რის გამო ეგ უკვე გელამ იცის. ერთი წუთით ვერ გავიგე, რა იცის ამ გელამ ბოლო-ბოლო, რა იცის? ალბათ არც არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ გელამ იცის რაღაც. და ამის გამო ცოტათი გვჯერა, რომ გიუნაშვილია უდანაშაული. მე ვერაფერი ვერ გავიგე. უპირველეს ყოვლისა მინდა გკითხოთ. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ თქვენი ცოლის ძმა ფლობს ინფორმაციას, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ? ფიქრობ ეს გამორიცხული არ არის. როდესაც თქვენი ცოლის ძმა დაკითხვის სკამზე იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ თქვენ მკვლელი ხართ. პროტესტს ვაცხადებ თქვენ ღირსებავ, გელა ხიზანიშვილის ჩვენება მთლიანად ამოღებულია ოქმიდან. კარგით, მაშინ სხვა ფორმით დაგისვავთ შეკითხვას. რატომ გიწოდათ მან მაინდა-მაინც თქვენ მკვლელი, როდესაც ამ დარბაზში ამდენი ხალხია? იცით, ჩემი ცოლის ძმა ავადაა, ბატონო პროკურორო. ალკოჰოლიზმს მკურნალობს. ამავდროულად დისციპლინა მასეს დამთრგუნველად იმოქმედა. თორემ დარწმუნებული ვარ, მან იცის, რომ ძალიან მიყვარდა მისი და რომ არასოდეს არაფერს არ დაუშავებდი. ბატონო ავთო, თქვენ და თქვენ მეუღლეს როგორი ურთიერთობა გქონდათ?
ისევე როგორც ნებისმიერ წყვილს ჩვენ გქონდა კარგიც და ცუდი დღეებიც. ნებისმიერ წყვილს თქვენ თქვით, ხო? თქვენ მას არ აყენებდით ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გქონდა კარგი და ცუდი დღეებიც. მე სხვა გკითხეთ. ხომ არ გაგიმეოროთ შეკითხვა? მახსოვს. მაშინ მიპასუხეთ. ცით ჩვენ ხანდახან ვკამათობდით. ერთხელ კამათისას ხელი ვკარი და ძირს დაეცა, რასაც ძალიან ნანობ და ძალიან მწვენია, მაგრამ მე ჩემი ცოლი არ მომიკლავს, ბატონო პროკურორი. მართალია, რომ თქვენ თქვენს მეუღლეს მუდმივად აკონტროლებდით. როგორც ყველა მეუღლე. და სულ ეჭვიანობდით მასზე. იცით, ნინო ძალიან ლამაზი იყო. დიახ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მე უბრალოდ ზრუნავდი მასე და ვცდილობდი, რომ ინვეს რაიმე ზედმეტი არ ეკადრებინა. და როგორ ფიქრობთ, ნინოს მოწონდა, როდესაც თქვენ კადრულობდით ზედმეტს? არა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მართალია, როდესაც ნინომ მიგატოვათ და დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად, თქვენ ამით შეურაცხყოფილი და შეძრწუნებული იყავით. კი, მე მწვენოდა, რომ ნინო მიმატოვა. მაგრამ იმის შემდეგ, როცა გავიგეთ, რომ ჩვენ ბავშვს ველოდებოდით, შევრიგდით და ისევ ერთად ვიყავით. ანუ ნინო დაბრუნდა თქვენთან, მაგრამ 10 დღის მერე მაინც წამოვიდა. მაგრამ მაინც შეერიგებას ვაპირებდით. ბატონო ავთო, თქვენ ეჭვიანობდით, რომ ბავშვი თქვენი არ იყო. არა, ეგ ერთადერთხელ უთხარი და ისიც ძალიან თვალი ვიყავი. 2010 წლის 5 ნოემბერს საღამოს 8:30-დან 8 საათამდე სად იმყოფებოდით? დათო ვაჩნაძის სახლიდან ბრუნდებოდი ჩემს სახლში. საამანქანო გზით? არა, ფეხით. ანუ სკვერი გაიარეთ. დიახ. იმ სკვერის, სადაც თქვენი მეუღლე მოკლული იპოვეს. დიახ. ბატონო ავთო, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე დათო ვაჩნაძე მოკლა? დიახ. და სისხლიანი ქურთუკი მან მოგიგდოთ სახლში. დიახ. ვაჩნაძეს თქვენი სახლის გასაღები ჰქონდა? სახლის გასაღები არ დაჭირდებოდა. ჩვენ სახლში ძაღლი ყავდა და ამიტომ კარს არასოდეს ვკეტავ. მაშინ იქნებ აგვიხსნათ, როგორ მოახერხებდა ვაჩნაძე 5 წუთში ქურთუკის მოგდებას. ცით ეგ ვაჩნაძეს უნდა კითხოთ. ბატონო დათო, თქვენი ცოლი მოკლულია ბლაგვი იარაღის თავში ჩარტყმით. მკვლელობის იარაღი ნაპოვნი არ არის. თუ გახსოვთ, მკვლელობის დღეს ვაჩნაძიდან სახლში წამოსულს ხელში რა გეჭირათ? ერთი ბოთლი ცქრიალა ღვინო. რომელიც ვაჩნაძესთან არ დაგილევიათ, ვინაიდან მან სახლში არ შეგიშვით, ხო? დიახ. რა უყავით? გზაში დავვლია. მარტო? დიახ. და ბოთლი სად გადააგდეთ? სკვერში ნაგვის ურნაში გადავაგდი ალბათ. პირდაპირ მდინარეში ხომ არ გადააგდეთ, რადგან მასზე სისხლის ლაქები იყო. არანაირი სისხლის ლაქები არ ეცხო და ალბათ სკვერში ნაგვის ურნაში გადავაგდი. მაშინ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ მკვლელობის მეორე დღეს, დილის 5 საათზე, როდესაც მიმდებარე ტერიტორიიდან ნაგავი ჯერ გატანილი არ იყო, ნაგვის ურნების, კონტეინერებისა და ტერიტორიის საგულდაგულო გაჩხრეკვის შედეგად ცქრიალა ღვინის არც ერთი ცარიელი ბოთლი არ უპოვნიათ. ბატონო პროკურორო, იმ სკვერში ღამით მაწანწალები დარბიან. იქნება მოიღო ვინმემ. ბატონო ავთო, თქვენ იცით, რომ შამპანიურის ბოთლები არადეპოზიტურია. რა? ანუ არიბარებენ, არადეპოზიტურია. ეგ მე კი ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება რომ მაწანწალებმა არ იცოდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ადამიანებმა, რომელთა შემოსავალიც ბოთლების ჩაბარება, მათ ეს არ იციან? არ არის გამორიცხული. მე მეტი კითხვა აღარ მაქვს. ახლა მთავარია ჩვენ მივხვდეთ, რაში დაჭირდა ადვოკატს ვირუსების გაშვება. ეგ არ არის აკჭარული. არა, ეს ალიბიც არ არის, უფრო ფსიქოლოგიური არაფერია. აი წარმოიდგინეთ, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გიუნაშვილი არის უდანაშაული. მის წინააღმდეგ არ არსებობს პირდაპირი სამხილები და მტკიცებულებები. ნუ ყოველ შემთხვევაში საქმე ცალსახად ნათელი არაა. განაჩენი უნდა გამოიტანოს 12-მა გამოუცდელმა მსაჯულმა. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ნიუანსს და დეტალს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ადვოკატიც ცდილობს კარგად აკეთოს თავისი საქმე, მეტი არაფერი. თუ ასეთი გამოცდილი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გიუნაშვილი უდანაშაულოა, რასაც სხვათა შორის მე დილიდან ვამტკიცებ. ეს საკმარისი არ არის. პროკურორის გამოცდილია და დარწმუნებულია გიუნაშვილის დანაშაულში. არა, იცით რა? ჯობია, ჩვენ თვითონ მივხვდეთ რა მოხდა მკვლელობის დღეს. დრო რამდენი დაგვრჩა? 1 საათი. ბოლო დროს, კარგად, გუნდურად ვიმუშავეთ და მოდი ასე გავაგრძელოთ რა. კი ბატონო. მოდი კიდევ ერთხელ მოვყვეთ ლოგიკურად. გვყავს 3 ეჭვმიტანილი.
ძმა გელახიზანიშვილი, ქმარი გიუნაშვილი, ავთო და მეგობარი ვაჩნაძე. გვაქვს ერთი ნივთიერი მტკიცება, სისხლიანი ქურთული. და იმ ნივთმტკიცებასთან მკვლელობის წინა დღეებში მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა შეხება, გიუნაშვილსა და ვაჩნაძეს. ანუ ძმა დროებით გამოვრიცხოთ. კარგი, ჯერჯერობით გამოდის რომ მკვლელი ამ ორ შორის ერთ-ერთი. მოდი, ჩამოვწეროთ რა თითოეულ მათგანზე საეჭვო გარემოებები. მე ჩავიწერ. დავიწყოთ ვაჩნაძით. ესე იგი, საეჭვო გარემოებებია. მოკლული ნაპოვნია მისი სახლის სიახლოვეს სკვერში. 1. ვიწერ. მოკლული მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე იყო მასთან სახლში. 2. ვიწერ. მკვლელობის სავარაუდო დროს დარეკა და შეუკვეთა ბილეთი კიევის რეისზე მეორე დღეს. 3. შემდეგ ქალმა არჩევანი მაინც მის წინააღმდეგ გააკეთა და ქმართან შერიგებას აპირებდა. ეს წესი თუნდაც ყვენოდა. 4. ეგეც ჩავწერე? და ბოლოს, მკვლელობის სავარაუდო დროის ნახევარსაათიანი მონაკვეთიდან არა აქვს ალიბი პირველ 5 წუთზე. მე ბარში იყო და ფეხბურთს უყურებდა. გონი სულ ეგ არის. სულ რამდენი გამოვიდა? 5. კარგი, ეხლა გიუნაშვილი. პირველი ეჭვიანობდა, ემუქრებოდა და ფიზიკურად შეხებია. ეს 1 თუ 3? 1-ია, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე. მკვლელობის სავარაუდო დროს იმყოფებოდა მკვლელობის ადგილის სიახლოვე. თან ჰქონდა შამპანურის ბოთლი, რომელიც სავარაუდოდ შეეძლო გამოეყენებინა მკვლელობის სიარაღად და შემდეგ ეს ბოთლი ვერსად იპოვეს. სისხლიანი ქურთუკიც მის სახლშია ნაპოვნი. ეგეც არა აქვს ალიბი მკვლელობის სავარაუდო დროის ნახევარსაათიანი მონაკვეთის თელ ნახევარსაათზე. და თქვენ გონიათ რომ ასეთი ეჭვიანი ტიპი გარეთ არ დაელოდებოდა ჩუმად, რომ დაენახა ვინ გამოვიდოდა ვაჩნაძის სახლიდან. ეგ მეც წარმოუდგენლად მიმაჩნია. ესეც ჩავწერე. აბა რამდენი გამოვიდა? 6. თან ესენი უფრო მნიშვნელოვანი გარემოებებია. გასისუსტეების გადასაბარად დასჭირდა ადვოკატს თამაში. პატრიციამ მსაჯულებო. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დაასრულეს მტკიცებულებების წარმოდგენა. ახლა თქვენ მოისმენთ ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას. პირველ სიტყვას წარმოთქმავს პროკურორი, რადგან ბრალდების მტკიცების ტვირთი მას აკისრია, შემდეგ მოусმენთ დამცველს. დასკვნითი სიტყვის შემდეგ მე მოგცემთ საბოლოო მითითებებს და თქვენ გადაინაცვლებთ სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. თათბირის დროს თქვენი ხელმძღვანელებთ მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მიმდინარე პროცესზე მოისმინეთ. ახლა კი პროკურორს მოусმინოთ. თქვენო ღირსებო, პატრიცემულო ნაფიცო მსაჯულებო, დამსწრე საზოგადოებო. თქვენს წინაშე წარსდგა ბრალდებული ავთო გიუნაშვილი. მას არა აქვს ალიბი. მის სახლში ნაპოვნია მოკლული სისხლით დასრული ქურთუკი. მან აღიარა, რომ იგი ნინოს აკონტროლებდა, ეჭვიანობდა, მასზე ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ბოლო თვეების მანძილზე ნინო ხიზანიშვილი ჯერ გასცილდა ბრალდებულს, შემდეგ კი შეურიგდა და რამდენიმე დღეში ისევ გასცილდა. თქვენ მოისმინეთ, რომ ნინო ხიზანიშვილი ისევ აპირებდა მასთან შერიგებას, მაგრამ მოკლული იქნა, მანამდე სანამ ამას გააკეთებდა. მოკლული იქნა ეჭვიანობის ნიადაგზე, მისივე ქმრის, ავთო გიუნაშვილის მიერ. ბრალდებულს ჰქონდა მოტივი და შესაძლებლობა, რომ მოეკლა ნინო. დამტკიცებულებით ეს დადასტურდა სავარაუდო ეჭვს მიღმა. მიუხედავად უტყუარი სამხილებისა, ბრალდებული მაინც შეეცადა დარჩენილიყო ეჭვს მიღმა და ეჭვი თავის მეგობარზე, ვაჩნაძეზე გადაეტანა. იგი მიგვანიშნებდა, რომ დათო ვაჩნაძე იყო მკვლელი, თუმცა იცოდა შვენივრად, რომ ეს არ იყო მართალი. პატივცემულო მსაჯულებო, გთხოვთ მოსამართლის ინსტრუქციებს გულდასმით მოусმინოთ. ყურადღებით გაეცნოთ სანდოობის განმარტებას და კითხოთ თქვენს თავს. არის თუ არა ბრალდებული სანდო ადამიანი? მე გთხოვთ, ძალიან გთხოვთ გულდასმით მოусმინოთ ინსტრუქციას, რომელიც განმარტავს თუ რა არის მკვლელობა და დარწმუნდით, რომ გაითვალისწინებთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ და ნახეთ პროცესზე. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ბრალდების ბრალი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა და ეს ის სამართლიანი ვერდიქტია, რომელიც უნდა გამოიტანონ ნაფიცმა მსაჯულებმა. მადლობთ. რამდენი გვაქვს? 20 წუთი. კარგი, ახლა მთავარია კონცენტრაცია. მოდი გავარკვიოთ ერთი მთავარი საკითხი.
ვინ მიიტანა ქურთუკი გიუნაშვილის სახლში? თვითონ გიუნაშვილმა თუ ვაჭნაძე? რა მაგალია 20 სიცუთით და ამ კითხოს აღარ ასოდეს მოვისმენ რა. მოდი ასე შევხედოთ. ვის უფრო მეტი შანსი გქონდა რომ მიეტა? აი მე ამაზე ხო შევთანხმდით რომ არც ერთს არ ქონა შანსი. კი მაგრამ ხომ ფაქტია რომ ვიღაცა მიიტანა რა? და ვინც მიიტანა ის არის კულელი. დარწმუნებული ვარ. კულელი გიუნაშვილი არ ვაჭნას. ქურთუკთან შეხება ბოლოდ ამორს ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ არც ერთს არ მიუტანია. ესე იგი რა გამოდის? რომ ქურთუკი ორივესთვის ალიბიც არის და სამხილიც. ეგრე გამოდის. არა, რაღაცას ვერ გითვალისწინებთ, რაღაც მავიწყდება რა. უკაცრავად. ერთი აზრი გამიჩნდა. იქნებ ქურთუკი გიუნაშვილის სახლში კულელს არ მიუტანია. მოჩად. რაღაც საინტერესოა. რა თქვი? რადა? იქნებ კულელს არ მიუტანია მეთქი ქურთუკი. აბა ვინ მიიტანა? ვინმე სხვა? მაგალითად გელამ ძმამ როგორ? ეგ უკვე აღარ ვიცი. არა, გელა არაფერში ვაშია რა. აი მე ხალხო გავგიჟდები ეხლა რა. დაწნარდით, ხალბატონო ვერიკო 15 წუთიც და აქედან ყველა ვარიანტი გამიშვიდა. ვატო, შენც რომ გაგენძრია ცოტა ტვინი, ტყუილაჭდომას ცუდი არ იქნება. მე სადამაქვს ტვინი ხალბატონო ვერიკო. ეს თქვენ რა ხართ ყველანი გენიოსები თორე მე ერთი უბრალოდ ჩვეულებრივი უნიჭო თბილისელი ბიჭი ვარ, ამიტომ ჩემზე ნუ მოცდებით. რა ვაჩნაძეო თუ გიუნაშვილიო თუ რაო? არა, აუცილებლად უნდა მივხვდეთ რა. სხვა თუ არაფერი თავმოყარების საკითხია. შევიკრიბეთ აქ 12 ნორმალური ჯანმრთელი ადამიანი და 9 საათის განმავლობაში ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ. ვაიმე, რა უხერხულია, რა უხერხო. ანუ სახლში რომ მივალ შვილიშვილებს რა ვთქვა რა. ვერაფერს მივხვდი და შეიძლება პატიოსანი კაცი ჩავსვი და მკვლელი ქალაქში თავისუფლად ადარიშოს თქო. ვაიმე არ ჩავსვათ, ჩვენც უდანაშაულოა თქო ვთქვათ. რას ქვია უდანაშაულა თქო? თუ დამნაშავეა? მე რას მეჩხუბები თო? მე რა ვიცი და არ გეუბნები? კაი. დროცა გვაქვს, მოდი ვიფიქროთ რა. ესე იგი ან გიუნაშვილი ან ვაჭნაძე. საუბრ. პატივცემულო ნაფისო მსაჯულებო. მე ჩემი შესავალი სიტყვის დროს მოგახსენეთ, რომ დღევანდელი განხილვა ეხება პროკურორის მიერ ბრალის წარდგენას და არა მის დადასტურებას. პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება ჩემი კლიენტის წინააღმდეგ და ამიტომ თქვენ იგი უდანაშაულოდ უნდა სცნოთ. ამას ამბობს კანონი და ამასვე გეტყვით სასამართლო ინსტრუქციების გაცნობის შემდეგ. ბრალდებული მთელი პროცესის მანძილზე სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციით. ბრალდების მხარე ვალდებულია რომ წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რაც დღეს ჩვენ ამ პროცესზე ვერ მოვისმინეთ. გარდა იმისა, რომ დარჩა უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა და გვყავს სხვა ეჭვმიტანილი დავით ვაჩნაძე. ამას ეწოდება სავარაუდო ეჭვი. გადაწყვეტილებით გამოწვეული ობიექტურ დამკვირვებელში გაჩენილი ეჭვი, რომელიც ჩემი კლიენტის სასარგებლოდ გადაწვნის განაჩენს. ბრალდების მხარე ვალდებულია, რომ იტვირთოს დანაშაულის დამტკიცების ტვირთი. დღეს ეს მათ ვერ შეძლეს. მათ ვერ გადალახეს ის მაღალი სტანდარტი. ასე რომ პატივცემულო ნაფისო მსაჯულებო, თქვენ ერთადერთი სწორი ვერდიქტი უნდა გამოიტანოთ. უდანაშაულობა. დრო, 7 წუთი. მოდი კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. ესე იგი ზუსტად ვიცით რომ კულელი ამ ორიდან ერთ-ერთია. მაგრამ რომელია? მე მგონი მივხვდი. აბა. ორივე ერთად მოკლეს. ერთმანეთში შეთანხმებულად მოხდეთ და ისე დაალაგეს საქმე, რომ ჩვენ კი ზუსტად ვიცით რომ ამ ორიდან ერთ-ერთია, მაგრამ რომელია, ამის ამოცნობა შეუძლებელია და ამიტომ ვერავის ვერ დაიჭერა. აუ, რა დღეში გვაქვს ნერვები? შენს გვიანობამდე შემორჩენილი ხარ ნოდარ. 5 წუთში ჩემმა ნაფისმა მსაჯულებმა განაჩენი უნდა გამოვიტანონ. 9 საათია თათბირობა. ველოდები. ეს ისევ ნერვიულობს. რთული საქმეა, ძალიან რთული საქმე. კარგი, წავედი.
თუ ნერვიულობ რა გაათმევენ თავს. დრო. 3 წუთი. კარგი. დავუშვათ ედვიდანელი 3-ია. მკვლელობის დღეს გიუნაშვილი ასეირნებს ძალას. გელაზის სახლში. ვაჩნაძე მიდის ბარში. მოდი მივყვეთ გამორიცხვის მეთოდი. გელამ მოკლა? არა. ვაჩნაძე? არა. მაშინ გიუნაშვილი. არც მაგა. აბა ვიღა დარჩა ედვიდანი. ძაღლი. ძაღლი არა ისა. ძაღლი თუ? ნუ მაიმუნო ბიჭო შენ რაღაცა. არ მაიმუნო, დედას გებიცები, გივიბიცია, დაფიქრდი? ძაღლი. იქნებ ქურთუკი. გიუნაშვილის სახლში. კვლელს არ მიუტანა. ზაღლი ძალიან ჭკვიანი იყო. თავისთვის ეირნებდა ხოლმე სკოლაში და სახლშიც მარტო ბრუნდებოდა. სახში როცა მოვდივარ, ჩემთვის ჩუსტები მოაქვსო. ძაღლი აბა რა. ძაღლმა მიიტანა ქურთუკის სახლში. ხო, პატრონის ნივთების მიდანა ხოლმე. აბა ესე იგი ქურთუკის კვერში მოკვლის გვერდით ნახა. პატრონის რომ იყო სუსები ხდა და სახლში წამოვა. კი, თან ნინო ხიზანიშვილი დედამ როცა გაიხსენეთ, სახლში მისულმა ქურთუკი რომ ვიპოვე, ავტოს ძალიან გაუკვირდა. აბა, იმიტომ რომ არ ელოდებოდა სახლში. თვითონ დააკოს კვერში მოკლული ცოლის. მოძნეებიც ხომ ხავდა სიდენდი და ცოლისმა, რომლებიც შემდეგ იტყობდნენ რომ ქურთუკი 2 დღის წინ ვაჩნაძის სახლში დარჩაო. და ვაჩნაძის სახლთან რომ მიპოვნიდნენ, ამას ვიღა დააბრალებდა. საცოდა ვაჩნაძეს ვიღა დაუდასტურებდა რომ ყოლელობამდე 10 წუთით ადრე პატრონს დაუბრუნა ქურთუკი. ამ ამბის ერთადერთი მოწმე უკვე მკვდარი იქნება. ვაჩნაძესთან და ციმიტო მოვიდა რომ ეჭვობდა ჩემი ცოლი აგარიშო. შესამოწმებლად ავიდა ნამდვილად. და იმან ვაჩნაძემ რო თქვა გახსოვთ? ტელეფონი რო რეკავდა ცოლის არი რო იყო. ხო. მე თვითონ ჯიპში ხელი წაიღო დანა უნდა მოიღო. დანა კი არ უნდა მოიღო. თვითონ რეკავდა ჯიბიდან ცოლის ნომერზე და დაარწმუნდა რომ ამიცი ცოლი იმასთან იყო. მეციტყვი რა მეციტყვი. მოკლედ შემდეგ დაელოდა შამპანიურის ბოთლით. მოკლა ცოლი, შემდეგ ეს ბოთლი მტკარში გადააგდო და მორჩა. როგორც იქნა ყველაფერი დავაგდა. აი რა გაშველებოდა დუჩებო რა. მოქალაქე ავთოგიუნაშვილი ბრალდებული მოქალაქე ნინო ხიზანიშვილის მკვლელობაში დამნაშავეა. რა ხდება? რატო არ გძინოთ? მოხდა რომი? რაკენი? მოვიგე. იმარე 3:30-ია, საცა გათენდება. რატო არ გძინოთ? მოხდა რომი? გელოდებოდით? მე რატომ მელოდებოდით? საქმეზე არ მოგველაპარაკადო. რა საქმეზე? დაგავიწყდა ქარიშვილის ხელი რომ გთხოვეს. მე არასდროს არაფერი არ მავიწყდა. დედა. რა? ხალ მოვა გუგა და რა პასუხი უნდა გასცეთ? ჯერ მე მითხარი. შენ რა ნერვიულობ? რა არ უნდა ვინერვიულო? და რა გაქვს ანერვიულობ? ნუ რა ვიცი, შენ არ მოგწონს გუგა, არ გიყვარს ეგეთი ბიჭები. შენ ხო გიყვარს? მე კი. ხო და ესე იგი მეც მიყვარს.